გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მსოფლიოს 10 ყველაზე გამორჩეულ სპეცოპერაციაზე სხვადასხვა მიზეზების გამო. მოსკოვის თეატრი 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვის თეატრში 50 აჯანყებულმა ჩეჩენმა ასობით მოქალაქე აიყვანა მძევლად. მას შემდეგ რაც ორი მძევალი დაიღუპა, საქმეში რუსული შეიარაღებული ძალებიც ჩაერთო. გამტაცებლების ადვილად დამორჩილების მიზნით სპეცრაზმა თეატრში სპეციალური გაზი გაუშვა და ისე შევიდა შენობაში. თავდასხმის შედეგად რუსებმა ყველა ჩეჩენი დახოცეს, თუმცა გაზის გამო დაიღუპა აგრეთვე 130 მძევალი. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთნი შეიარაღებული ძალების ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, ხოლო მეორე ამართლებდა და ამბობდა, რომ სხვაგვარად სიტუაციის მოგვარება შეუძლებელი იყო რუსული პროფესიონალიზმის ნიმუში. ნიმროდის ოპერაცია დიდი ბრიტანეთის არმიის სპეციალური დანიშნულების საჰაერო სადესანტო სამსახური, აბრევიატურით SAS, დიდი ბრიტანეთის ფლოტის სპეციალური დანიშნულების საზღვაო სადესანტო სამსახური, SBS-თან ერთად წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული დანიშნულების სამსახურს. მათი დევიზია საკმაოდ ცნობილი ფრაზა Who dares wins, ვინც გაბედავს მოიგებს. მათი სახელი ისტორიაში ნიმროდის ოპერაციის დროს შევიდა. 1980 წლის მაისში 6 ტერორისტმა ირანის საელჩო დაიკავა ლონდონში. როდესაც ტერორისტებმა ერთ-ერთი მძევალი მოკლეს, SAS-ის დანაყოფმა შტურმით აიღო საელჩო. გაანთავისუფლა მძევლები და ერთის გარდა ყველა ტერორისტი ადგილზე დახოცა. აქ საინტერესო ის მომენტი იყო, რომ ნაციონალურ ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში ხდებოდა ოპერაციის გაშუქება. კაპიტანი ფილიპსი 2009 წლის აპრილში 4 დღეს აფრიკის სანაპიროსთან ახლოს რამდენიმე სომალელმა მეკობრემ იერიში მიიტანა ამერიკის შეერთებული შტატების კონტეინერმზიდ გემზე, მაიერს კალაბამაზე. გემის ეკიპაჟმა წინააღმდეგობა გაუწია მეკობრეებს და უკან დახევა აიძულა მათ, თუმცა მათ მოახერხეს გემის კაპიტნის რიჩარდ ფილიპსის ტყვე დაყვანა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნებართვა, აუცილებლობის შემთხვევაში ძალა გამოეყენებინათ სომალელი მეკობრეებისგან ფილიპსის დახსნის ოპერაციაში. ფილიპსი კვირას ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაიხსნეს ტყვეობიდან. სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებით, სნაიპერებმა ცეცხლი გახსნეს და 3 მეკობრე მოკლეს მას შემდეგ, რაც ამერიკულ სამხედრო გემზე მყოფმა მეთაურმა დაადგინა, რომ მეკობრეები კაპიტნის მოკვლას აპირებდნენ. ამ შემთხვევაზე ძალიან მაღალი ხარისხის ფილმი გადაიღეს 2013 წელს, ტომ ჰენქსის მონაწილეობით, სახელწოდებით კაპიტანი ფილიპსი. დულიტლის რეიდი დულიტლის რეიდი, ან ცნობილი როგორც ტოკიოს რეიდი. 1942 წლის 18 აპრილს შეერთებული შტატების მიერ მეორე მსოფლიო ომში შესრულებული პირველი საჰაერო რეიდია იაპონიის კუნძულების წინააღმდეგ. რეიდი დაიგეგმა და ჩატარდა ვიცე-პოლკოვნიკ ჯეიმს დულიტლის მიერ, რომელმაც მოგვიანებით ავტობიოგრაფიაში განაცხადა, რომ რეიდის მიზანი იყო ამერიკელთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და იაპონელებისთვის იმედების გადაწურვა, მოტივაციის დაგდება, რაც წარმატებით გამოვიდათ კიდეც. იაპონელ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ისინი ბოლომდე დაცულნი იყვნენ. იაპონიის კუნძულებზე შეტევა ხალხში გაურკვევლობას გამოიწვევდა და ეჭვს შეიტანდა მათი ლიდერების სანდოობაზე. არსებობდა მეორე, ამდენადვე მნიშვნელოვანი მიზეზი, ფსიქოლოგიური შეტევისთვის. ამერიკელებს ძალიან სჭირდებოდათ საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტმა 1941 წლის 21 დეკემბერს თეთრ სახლში გამოთქვა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაბომბილიყო იაპონიის ქალაქები, რათა პერლ ჰარბორზე მარცხის შედეგად დაკარგული საბრძოლო სულისკვეთება და გამარჯვების წმენა კვლავ დაბრუნებოდათ. ამერიკელმა სამხედროებმა დაბომბეს რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო სამიზნე იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. ზოგიერთ ბომბდამშენს წინააღმდეგობა გაუწიეს იაპონელთა საზენიტო დანადგარებმა და მცირე რაოდენობის გამანადგურებლებმა, თუმცა მათ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად არც ერთი ბომბდამშენი არ ჩამოვარდნილა. დაბომბვების შედეგად 16-დან 15 თვითმფრინავი გეგმის მიხედვით გაემართა ჩინეთისკენ, სადაც ერთ-ერთ ბაზაში უნდა დაშვებულიყვნენ. ერთ-ერთი B-25 საწვავის უკმარისობის გამო დაეშვა საბჭოთა კავშირის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც მისი კონფისკაცია მოხდა, ხოლო ეკიპაჟის წევრები 1 წელზე მეტი ხნით დააპატიმრეს. ყველა თვითმფრინავი, რომელიც დაბომბვაში მონაწილეობდა, გარკვეული პრობლემების გამო დაიკარგა და 11 ეკიპაჟის წევრი დახოცეს ან დაატყვევეს.
რეიდმა უმნიშვნელოვანესი მატერიალური ზიანი მიაყენა იაპონიას. თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ შეტევით შეასრულა მისი უმთავრესი მიზანი. ტოკიოს რეიდის დროს იაპონიამ ინდოეთის ოკეანეში მყოფი ავიამზიდები უკან გამოიყვანა, რათა დაეცვათ საკუთარი კუნძულები. კაბანატუანი 1944 წელს ამერიკის სამხედრო არმიამ გადაწყვიტა მტრის ბანაკებში გამომწყდეული 10,000-ობით პატიმრის განთავისუფლება. ეს ყველაფერი კი მათ დახოცვამდე უნდა მოესწროთ. ათასობით ამერიკელმა ჯარისკაცმა ფილიპინო გუერილასის მეთაურობით შეძლო იაპონელთა ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევა. ამერიკელებმა 500-ზე მეტი ტყვე გაანთავისუფლეს და ათასობით იაპონელი ჯარისკაცი დახოცეს. ეს თავდასხმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა თავისი მასშტაბებით. სონ-ტეის ციხე 1970 წლის ნოემბერში, როდესაც ვიეტნამის ომი მძვინვარებდა, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამში მდებარე პატიმართა ბანაკს და ტყვეები გაენთავისუფლებინათ. ამერიკელებს სჯეროდათ, რომ სონ-ტეის ციხეში ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცებიც იყვნენ. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მტრის ბანაკი 23 მილის დაშორებით მდებარეობდა ჰანოიდან. ჰანოი გახლდათ კომუნისტების მიერ ყველაზე მეტად დაცული ტერიტორია ჩრდილოეთ ვიეტნამში. მიუხედავად ამისა, 56 კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი 100 სამხედრო თვითმფრინავის დახმარებით თავს დაესხა მტრის ბანაკს. მათ მცველები დახოცეს, თუმცა ბანაკში არც ერთი პატიმარი არ დახვდათ. როგორც გაირკვა, ისინი ერთი თვით ადრე სხვა ადგილას გადაიყვანეს. თუ რამდენად წარმატებული გამოდგა ეს ოპერაცია, შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ. აბოტაბადი ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დახმარებით 2011 წლის 2 მაისს ადგილობრივი დროით ღამის 1 საათზე. აბოტაბადი ისლამაბადის ერთ-ერთ ელიტურ დასახლებად ითვლება, სადაც პაკისტანის სპეცსამსახურების პენსიონერები ცხოვრობენ. ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაციის ბრძანება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ოპერაცია განხორციელდა CIA-ის ცენტრალური დაზვერვის შტაბში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია ამერიკელებმა ავღანეთში დაიწყეს. რეიდის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბინ ლადენის გვამი იდენტიფიკაციისთვის ავღანეთში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ გარდაცვალებიდან 24 საათში ზღვაში დაასაფლავეს. თავის დროზე ბინ ლადენის დაკავება ვერ მოხერხდა და პაკისტანში გაიქცა. მე მივეცი ბრძანება FBI-ის დირექტორს, რომ მისი დაკავება ყოფილიყო მთავარი ამოცანა, როგორც თავის დროზე პრეზიდენტმა ბუშმა. ჩვენც თავიდანვე ნათლად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ქმედებები რეგიონში არ ნიშნავდა ომს ისლამის წინააღმდეგ. ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ნებისმიერი ამოცანის შესრულება, რასაც მიზნად დაისახავენ, განაცხადა ობამამ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პაკისტანის ხელისუფლებას ბინ ლადენის ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ პაკისტანელი თალიბები ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ისლამური ინტერნეტ ფორუმების მომხმარებლები კი ბინ ლადენის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ წერდნენ. ალლაჰმა დაგწყევლოს ობამა. ო ამერიკელებო, ჩვენ უკვლავაც გვრჩება უფლება თავები დაგაჭრათ. NTB 1976 წლის ივნისში სამგზავრო თვითმფრინავი თავისი 260 მგზავრით და ეკიპაჟით ტერორისტთა ჯგუფმა გაიტაცა. NTB-ში უგანდაში დაშვების შემდეგ ტერორისტებმა აღმოაჩინეს, რომ მგზავრთა უმეტესობა არაებრაელი იყო. მათ გადაწყვიტეს აეროპორტში დასვენება. მანამ სანამ ტყვეებს დახოცავდნენ, ისრაელის სამხედრო ძალებმა გეგმა შეიმუშავა და თავდასხმა გადაწყვიტა. ისრაელის ჯგუფი მანქანით გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც ტერორისტების მიერ დაკავებული თვითმფრინავი იყო გაჩერებული. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ კერძო ლიმუზინით მიმავალი ადამიანები ტერორისტებს უგანდის ლიდერი და მისი მცველები უნდა ჰგონებოდათ. ბოლო წუთს სამხედროები თავს დაესხდნენ ტერორისტებს და სასტიკად გაუსწორდნენ. ამასობაში სხვა თვითმფრინავების დაეშვნენ მიწაზე, საიდანაც ისრაელის სამხედრო ძალები გადმოვიდნენ და უგანდის შეტევას იგერიებდნენ. ოპერაციის შედეგად მხოლოდ 1 ჯარისკაცი და 3 მძევალი დაიღუპა. ეს ოპერაცია ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ურთულეს სპეცოპერაციად მსოფლიოში, რომელიც მისი მასშტაბებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან წარმატებული. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იქნება არხით გამოიწეროთ. ნახვამდის.